მე ვარ დიეგო ზარანდია, აფხაზეთიდან, ქალაქ სოხუმიდან. სოხუმი რო დავტოვეთ, ვიყავით 14 წლის და მის შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა. აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ მე მოხვდი სამეგრელოში, ზუგდიდში, ანუ ზუგდიდის რაიონის სოფელი ჯიხაშკარი იყო ესეთი და არის სოფელი, სადაც ჩემი გვარი მოდის იქიდან. მან გავატარე დაახლოებით 3 წელი, იქ დავამთავრე სკოლა და 96-ში უკვე თბილისში ჩამოვედი, ვაბარებდი სამხატვრო აკადემიაში. მირჩიეს რომ სტომატოლოგიური განხრით ჩამებარე მინა და სატექნიკოში ჩავაბარე, მან ვისწავლე 3 წელი ჯაფარიძის სოხუმის სახელობის იყო სატექნიკო კოლეჯი. 3 წელი მან ვისწავლე და შემდგომ გავაგრძელე. სულეთ შემთხვევით მოხვდი აი ამ სამედიცინო ფაკულტეტზე, ესეც მშობლების რჩევით იყო ეს ყველაფერი. 2001-ში გავხსენე პატარა მე და ჩემო ბიძაშვილმა თამარ ზარანდიამ, შევქმნით მაშინ ამდენი წლის ვიყავი, 22 წლის ვიყავი. და ეს ზარადენტი ფუნქციონირებს ახლობით 23 წელია. რთული იყო თავიდან, რა თქმა უნდა, პერიოდები ქონდა ისეთი ძალიან რთული, მაგრამ 2001 წლიდან, როდესაც დავიწყეთ, რომ ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად შეგვექმნა კაბინეტი, დავიწყეთ ასე ერთი პატარა ოთახით, მე ცოტა გავფართოვდით და კარგი ხანი მე ერთ ორ ოთახი, ორი კაბინეტი ქონდა რა, ასე თერაპიული და ორთოპედიული. მე და დიეგო კარგი ხანი მუშაობდით იქ. ქონდა ესეთი ოცნება დიდი, როცა გავფართოებული ყავით კლინიკა და გაგვაფართოვებინა, გვემუშავა. დიეგო უკვე ნელ-ნელა სახელი მოიხვეჭა, ძალიან შრომის მოყვარე არის და ზუსტად თავისი ადგილი ნახა, სადაც კარგად გრძნობდა თავს და რასაქმე ძალიან კარგად გამოსდის. კლინიკის გაკეთებაც რო გადავწყვიტეთ, მართალი გითხრა, დიდი სურვილი არ მქონდა მე, მაგრამ რადგან დიეგოს უკვე იმდენი ისეთი ცნობადი იყო, კარგადაც გამოსდიოდა თავის საქმე, უკვე გავბედე, მართლა ამხელა საქმის დაწყება, ასე დამწყებისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ზურგს მიმაგრებდა დიეგო, ასე ვთქვა და ამის იმედად შევძელით ეს და კეთილსინდისიერად ვცდილობ, რომ გავაკეთოთ ეს საქმე, როგორც მე ჩემი საქმე გასაკეთებელი, ისე დიეგო თავის საქმეს აკეთებს. მე სოციალურ ქსელებში დავიწყე ამ ჩემი დამუშავების Instagram-ზეც, Facebook-ზეც და ამ ბოლო ხანებში უკვე ბოლო 1 წელია აფხაზეთიდან მომმართავენ პაციენტები, უშუალოდ აფხაზი ქალბატონები. მე ქალებზე ვსაუბრობ სულ, იმიტომ რომ სულ ქალბატონები მყავს პაციენტები. და დღესაც მყავდა ეგეთი პაციენტი, რომელიც ჩამოვიდა ჩემთან, მას აქ ბიძაშვილები ყავდა, ქართველები, დედის მხრიდან და მოიყვანეს ჩემთან და მკურნალობს ჩემთან. იქიდან დადის. აი რა მიხარ ეცი დღეს იმ ქალბატონმა რო თქვა, რომ აი ვიგამი მესე ჟილეგორთ. იმიტომ რომ აი ქართველებს და მithumetes აი ჩვენი კუთხეს სამეგრელოს და აფხაზებსო ერთი სამზარეულო, ერთი ქორწილი, ერთი რაღაც აი ძალიან კარგი განწყობა იყო და ესე პოლიტიკას არ შევხებივარ ჩვენ აბსოლუტურად, იმიტომ რომ მოვიდა, გავესაუბრე პაციენტს და კვილები ჩაუსვი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი პოლიტიკაზე და ზედმეტი აგრესიები მე ამ პაციენტებს არ შემიმჩნევია. რაც ეს ჩემთვის საკმაოდ კარგი იყო. დადებით ემოციას იწვევდა ძალიან. ოჩამჩირიდან იყო, გალიდან ყავს ძალიან ხშირად პაციენტები და ერთადერთი პაციენტი იყო კიდე 1-3 თვისი გაგრიდან იყო. 1-3 წელი წინაც ყავდა პაციენტები და აი ვიღაცა თბილისში არის ზარანდია შედით მის გვერდზე ნახეთ და მე უკვე ყველაზე დიდი რასაც აქცენტი ყურადღება ძალიან დიდი ეს აქტიური ეს ძალიან დიდი კომენტარები შემომივიდა თვითონ იქაური მაცხოვრებლების პირადში მწერდნენ რომ აი აფხაზია მაწერია უკან ხალათზე და იცი რა ძალიან კარგ განწყობას იწვევდა ვატყობდი რა არანაირი ახალგაზრდებით ქალბატონები მწერდნენ 27-30 წლის მას არ ახსოვს ომი, მაგრამ ხო შეიძლება მშობლებისგან იცოდეს რომ აი ქართველები ესე აბსოლუტურად არანაირი ესეთი უარყოფითი არ გამოუწევ პირიქით დადებითი მუხსტოვებდი. და მე იქიდან უკვე დაიწყეს სიარული ჩემთან რა ამ წელიწადში 10-მდე აფხაზი ქალბატონი მყავს მიღებული. ძალიან დიდი ემოცია იყო პირველად რომ გადავედი, მან დამხვდნენ მართლა. კალში მიმასპინძლეს ძალიან კარგი იმათი ვინც მიმასპინძლა იმათი შვილი კიდე ჩემი პაციენტი იყო, მაგრამ ესენი არიან ჩვენი ქართველები, რომლებიც მან ცხოვრობენ, გადმოდიან, მიდიან და დამპატიჟა რა. ძალიან კარგად დამხვდნენ. მე სოხუმში წამიყვანეს, რიწაზეც ვიყავი, ოჩამჩირეშიც შევიარე.
იცით რა იყო ძალიან სასწაული ემოცია იყო აი ხო ვიყავი 14 წლის იქიდან რო წამოვიდი მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად თვალწინ ის ხო არის რომ აი ვიღას ახსოვს არა და ყველაფერი ამახსენდა ჩემი სკოლაც ვნახე დანგრეული იყო სამწუხაროდ ხეები ამოსული ჩემს უბანში ვიყავი სადაც მე ვიზრდებოდი ახალ რაიონში სადაც ჩემი სახლიც ვნახე მაგრამ უბრალოდ გაუბედურებულია კარკასი დგას მხოლოდ მანდ აი 3 დღე ვიყავი და ეს იყო ძალიან დიდი ემოცია რომელიც ამას მე ვერ გადმოგცემ თქვენ სიტყვით როცა გინდა რომ შექმნა რაღაცა აი სხვაზე დამოკიდებული არ უნდა იყო. შენი თავი უნდა წარმოაჩინო რის გაკეთება შეგიძლია, ამაში მოსარიდებელი და ცუდი არაფერი არ არის, დაუღალავი შრომა, აი ყველაზე რაც შეიძლება ახალ დამწყებს თუნდაც მედიცინაში, რომელიც წარმატებას არ მოუტანს, ეს არის რომელიც აი სიზარმაცე. აი მე გავაკეთებ ამას, ჩაიფიქრე, თქვი ეს და გააკეთე. და ეს არის წარმატება იმისთვის, რა შემიძლია თქვა, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე თავდაჯერებულად იყო და მიაღწიო რაღაცას მცირეოდეთ წარმატებას. საკუთარი თავის იმედი მქონდა, მშობლებმა მომიყვანეს, რაღაცამდე მიგვიყვანეს, მაგრამ მე შენით ვითარდები. აი ეს არის და მე ჩემი გამოცდილებიდან შეცდომები მაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაშვებული რომ ამამდე მოვედი. რაღაცა გამეკეთებინა უფრო უკეთესად. 30 წელი გავიდა დრო ყველაფერს მკურნალობს და მე ვფიქრობ რომ მაინც ერთმანეთის შენდობა და ერთმანეთის ესეთი პატივისცემა და ისევ რო ალაგდეს ეს ჩვენი კულტურა რაც ჩვენ წლები და საუკუნეები ერთად რო ცხოვრობდით. ღმერთმა ქნას თუ აფხაზეთში დაუბრუნდით აუცილებლად გავაკეთებ ზარადენს აუცილებლად. იმიტომ რომ ეს ჩემი სურვილია და ყოველთვის ესე იმიტომ რომ აფხაზეთი ის იყო ადგილი რომ თვითონ მშიერ მწყურვალი ადამიანს ბედნიერად გრძნობდა თავს მე ეს მახსოვს ძალიან კარგად და ღმერთმა ქნას თუ დაუბრუნდი და აუცილებლად გავაკეთებ ჩემთვის კიდევ უფრო დიდ კლინიკას